თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან თავისუფლების მოედანმა ბრიფინგი გამართა, სადაც დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპის 10 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. გეგმის მიხედვით, თავისუფლების მოედანი აქტიურად იწყებს საზოგადოებასთან მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდონ. ლევან ცუცქირიძის თქმით, ისინი წლის ბოლოს მასშტაბური სამოქალაქო ყრილობის მოწვევასაც გეგმავენ. თავისუფლების მოედანი ქვეყნის მეოთხე და მეხუთე პრეზიდენტს საგარეო საბჭოში გაერთიანებასაც სთავაზობენ, რომლის მიზანიც ხელისუფლებაზე საგარეო ზეწოლის გაზრდა იქნება. ჩვენ თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად ვიწყებთ მთელი საქართველოს და თბილისის სხვადასხვა უბნების შემოსვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე. იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს თანამოქალაქეებთან და თანამებრძოლებთან ერთად მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე. უახლოეს 30 დღეში თავისუფლების მოედანი წარმოვადგენთ თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის, რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე.